აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის წინაპირობა სამინისტროსა და მუზეუმის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გახდა. აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღემდე სრულიად უსასყიდლოდ აქტიურად არიან ჩართულები მუზეუმის მიერ გამართულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესში. მხარეების ურთიერთთანამშრომლობის უმთავრესი მიზანი სწორედ ამ სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივი შემუშავებაა მოსწავლეთა კვლევითი უნარჩვევების განვითარებისთვის. მთავარი მიმართულება კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გატარება, მუზეუმის რესურსებით სარგებლობა და მუზეუმის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებაში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლეების ჩართვაა. მეხუთე და მეექვსე სკოლებს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ საგანმანათლებლო შემეცნებით სემინარებს. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მზად არის მსგავს პროგრამებსა და კულტურულ ღონისძიებებს ხელი შეუწყოს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ადგილობრივ ხელისუფლებას და მუზეუმს. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში არაერთი საგანმანათლებლო პროგრამაა და აი ამ მემორანდუმის ფარგლებში თითოეულ მოსწავლეს პედაგოგს საშუალება ექნება ყველა პროექტში და პროგრამაში ჩაერთონ, იქნება ეს პატარა გიდი, არქეოლოგიის მიმართულებით, ხელნაწერთა მიმართულებით, ეხლა უკვე ჩაერთობა აფხაზეთის სკოლები. მემორანდუმის საფუძველზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მუზეუმის ბაზაზე ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილები, კვლევები, განახორციელონ კვლევითი და შემოქმედებითი ხასიათის სასწავლო პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები, გამოფენები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, თემატური ექსკურსიები, ტრენინგები, ვორქშოპები, ასევე მოსწავლეების ჩართვა საველე არქეოლოგიურ სამუშაოებში და ასე შემდეგ. ინდივიდუალურად ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია მუზეუმში მოხვედრა. თქვენ იცით, რომ ისედაც დევნილი ბავშვებისათვის შეღავათებია და უფასოდ აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ მუზეუმი. მაგრამ როდესაც სპეციალური პროგრამებია გათვლილი საგანმანათლებლო, რა თქმა უნდა, ბევრად საინტერესოა, ბევრად მოცულობითი, შინაარსობრივად უფრო გამდიდრებული. ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მუზეუმთან. ის არაერთხელ დაგხმარებია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაში. ერთ-ერთი ღონისძიება იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას და ის ყოველთვის მზად არის, რომ კულტურული თუ საგანმანათლებლო გზით დაგვეხმაროს ახალგაზრდებს, რომ განვითაროთ საკუთარი თავი. მემორანდუმის საგანმანათლებლო შემეცნებითი სემინარის ფარგლებში გაფორმდა, რომელშიც ქუთაისის ნომერ მე-5 და ნომერ მე-6 საჯარო სკოლის 40-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სემინარის მიზანი დროებით დევნილ ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობისა და ეთნოკულტურული ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტის საგანმანათლებლო შემეცნებითი სემინარები მომავალში სხვადასხვა რეგიონშიც ჩატარდება.